ანა მოგისალმები. როგორ ახარ? კარგად თქვენ? ხო არ გავუდინე? არა. ან შენ მოხვედი ადრე? მე მოვედი. მაგრამ ისეთი კარგი სივრცე ამ ურამეშტე კაი გარემოა და თად ესე გამიგია რომ გარეთ ვისხეთ, მაგრამ ორანჟერიას უხდება. კი, ნამდვილად. როგორ ხარ? კარგად ვარ და მიხარია რომ შენთან ვარ. მეც მიხარია რომ გამონახეთ რომ ვიცი რომ რეპეტიციას მოგწყვეტ და რეპეტიციაზე მიდიხარ. დიახ. აი ხა შენთან უნდა გადავამოწმო სანამ თემაზე გადავიდეთ კითხულს რომ ერთი რამ რომელიც სულ მაინტერესებდა და როგორ არის სწორი ბალერინა თუ ბალეტის მოცეკვავა? ბალერინა. ბალერინა. მაგრამ როდესაც მამაკაცზე საუბრობენ, მე ბალერონი თქვი და ისეთ შენიშნო მომციეს რომ ბალეტის მოცეკვავა. ბალეტის მსახიობი. მსახიობი. აი რატოა განსხვავებული? ბალერონი საერთოდ დაინერგა უბრალოდ ალბათ რადგან ბალერინას ეძახიან, გოგო მოცეკვავე, გოგო მსახიობს ეძახიან ბალერინას, ალბათ მაგიდან გამომდინარე რაღაც ტერმინი. ამერიდან მეთოდინება რომ ესე იგი სწორად ვიძახდი ქალზე ბალერინას. და როდენ გადაწყვეტე შენ ბალერინობა და რატო? 4 წლის ასაკში შევედი მაკამახარაძის საბალეტო სტუდიაში. აი ხა ვიტყვი მაშინ რომ ქალბატონო მაკამ შემისწორა ერთხელ გადაცემაში რომ ბალერონი აღარ თქო. კი, მის ხელში გავიზარდე და ეს ყველაფერი წამოვიდა იქიდან გამომდინარე რომ ბაბუაჩემი იყო ოპერისა ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარი გრიმიორი და ანუ ეს სივრცეში ძალიან შინაურულია. კი. და ეს არ ვიცი, ალბათ პირველ სპექტაკლზე რომ დამსვეს და მითხრეს რომ იცი რა უნდა დაჯდე და უყურე, იმიტომ რომ ჩვენ საქმე გვაქვს, დედას ჰქონდა საქმე, ბაბუს ჰქონდა საქმე და ჩვენთვის არ ეცალათ ასე რომ ვთქვათ. პირველი სპექტაკლი იყო დონ კიხოტი. ჩაი ყავს? კი. შაქრით თუ უშაქრით? შაქრით. შაქრით, მოვიტანე შაქარი, ვეტყვი. დონ კიხოტი იყო პირველი სპექტაკლი, ხო? კი, პირველი სპექტაკლი, რომელიც არის 2 საათნახევრიანი თუ მეტი არა. რა ხელა იყავი? 3 წლინახევრის დავჯექი პარტა. კი, პარტაში დავჯექი და ეს იყო შენი პირველი სპექტაკლი? კი. და აი მაშინ მიხვდა ბაბუკო რომ გაუძელი და უყურე ინტერესი? კი. და აი ბაბუ მაშინ მიხვდა რომ ხარ ცადოთ და ხარ შევიყვანოთ ბალეტზე და შემომთავაზეს უბრალოდ შევედი ბალეტზე მაკამახარაძესთან და იქ ამ სამყაროთი რომ მოიწამლები იქ დამთავრებული ყველაფერი. თუმცა ალბათ ასე მგონია რომ ბავშვობის ლებონო გაერდა პროფესორად დავაკავშირდი შრომა მე ვიცი რა შრომა გქონდენ ძელთან საათობით და არ არის ანუ როგორც ჩვენ სპექტაკლში ვიყურებთ რომ ლამაზი კაბები და ძახტიან დაფრინავენ ამას უდიდესი შრომა აი რეჟიმია წარმოუდგენელი. მიუხედავად ამისა მაინც კი, აი 9 წლის ასაკში უკვე ფიზიკურად ვეღარ დავრჩებოდი საბალეტო პატარების სტუდიაში და იყო არჩევანი. იყო არჩევანი, მაგრამ თლად არჩევანი არ იყო, იმიტომ რომ ბაბუს არ უნდოდა. იმიტომ რომ იცოდა სად ვიქნებოდი და როგორ ვიქნებოდი, ხო. ძალიან უნდოდა რომ ვიოლინოზე დამეკრა და მე ნუ გავიგიჟე თავი რომ არა მე შევალ ვახტანგ ჭობკენის სასწავლებელში და მე გავხდები ბალერინა. ოღონდ ბაბუმ გამომიცხადა რომ იცოდე რომ მე ხელს არაფერში არ შეგიწყობ და თუ მზად ხარ იმისთვის რომ იბრძოლო და შენით მიაღწიო იმ ყველაფერს. ბევრი იბრძოლე? ზედმეტად. აყოფილი ხარ არჩევანით? რო დავუბრუნოთ აირჩევდი ისევ? კი, და იგივე გზას გამოვიდი ამ საქმის გამო, იმიტომ რომ მე ამ სცენით, აი ამ სხვადასხვა როლებით თუ აი ამ ყველაფრით მე სუნთქავ და ვცხოვრობ. ძალიან მაყოფილი. ძალიან מחარებს. ხარ ახლა ჩვენი ძვირფასი თეატრის ოპერისა ბალეტის თეატრის მოცეკვავი თუ ბალერინა? ბალერინა. სულ მინდა რომ ისე ვთქვა რომ არ შემისწავლო. მოცეკვავი არის სწორია რო ვთქვა? თუ ჯობია ბალეტი და მაინც მსახიობი მოცეკვავეები ვართ, მაგრამ ბალერინას ხომ მსახიობია. მსახიობია, იმიტომ რომ თეატრის, ოპერა და ბალეტის თეატრის ვიძახი და ოპერისა და ბალეტის თეატრის. კი ბატონო, ძალიან מחარებს. რით განსხვავდება? აი მოდი ხა მამაზე ვისაუბროთ. აი კარგი თემა ვთქვით, მოცეკვავეც ვართ, მაგრამ ბალერინები ვართ. მოდი ვთქვათ, აი რით განსხვავდება მოცეკვავისგან ბალერინა? რა არის? დაუშვათ ახლა ჩემი დაწყებული სიტყვაზე ვისმენთ ადამიანს არ ვიცი საერთოდ არაფერი ბალერინობაზე. და შენთვის რატოა ბალერინობა საინტერესო? არა დაუშვათ სხვა მიმართულება ცეკვის. ისე ქართული ცეკვა არ მოგდენებია? კი. იცია? კი. გელო ფოცხიშვილთან და მის ანსამბლთან ერთად ვიყავი ერთ-ერთ გასტროლზე ამსტერდამში წასული და ვიცეკვე ხევსურულის სოლო, ხორუმი და სამაია. ამსტერდამში მათი სამამულო ოჯახის წევრის ეთებშება ახლა შენი კოლეგა ბალეტის მოცეკვავე? ბალეტის მოცეკვავე. სამაია იცეკვე. ანუ ეს ულამაზესი ცეკვა. სასწაული. და მთელი ცხოვრება. მოგეწონა ეს სამპულოა? კი, ძალიან. მთელი ცხოვრება მინდოდა რომ ჯეირანი მეცეკვა ეს იყო ჩემი ოცნება, რომელიც ნუ რა თქმა უნდა აუხდენე ოცნებად დარჩენა. და იცი რა ხდება. ხა ჩვენთან აი ჯეირანი ისეთ ადამიანებს აქვთ ნაცეკვი რომ რაღაცა მაგალითად ვერაფერი როლი აღარ მაქსიმუმ რესტორანში.
რაღაცა ვიცეკო თორე ისე არის. კაი, დაუბრუნდეთ, აი რითი განსხვავდება? რითი განსხვავდება და ან შენთვის რატოა კიდე განსაკუთრებით საინტერესო ბალერინა? რადგან მე შევხები ვარ სამეჯლისო ცეკვებსაც, რადგან ეს ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა რომ აი ცეკვა რასაც ქვია, ყველაფერს მივედმოვედე, რომ ყველაფერი მინდოდა რომ მენახა და მომესინჯა და იცით რა არის, როგორც დრამატურგიული, ანუ მსახიობი არ ვიცი სწორად ვამბობ თუ არა. აი ხა მე მკითხეთ და გიპასუხებ. სიტყვებით და რა თქმა უნდა, აი ამ მსახიობური, ამ ემოციებით გადასცემს მაყურებელს რასთან დაკავშირებით და ასევე არის ბალერინა, მაგრამ ბალერინა არ საუბრობს. მას უწევს რომ სხეულის ენით ისაუბროს, მიმიკები შინაგანია ეს რაღაცა დიდი მუხტი თუ მით უმეტეს რაღაც სახასიათოს ცეკვავს ხო საერთოდ ძალიან რთული იმიტომ რომ ხამე გავალ და ვისაუბრებ და მინიმუმ გაიგებენ რა მინდოდა შეიძლება სულ თვითამაშე მაგრამ ას გაიგებენ და თქვენ შემთხვევაში დატვირთვა იზრდება იმიტომ რომ ხმას ვერ იღებთ ანუ ვერბალური ნაწილი არ არის და ემოციით რადგმით ქორეოგრაფიით თქვენი პირადი ტექნიკით უნდა გააგებინოთ ისტორია, ხო? და ამასთან ერთადაც უნდა იყოს ყველაფერი სისუფთავე, ჩვენ ხო რაღაცა ესეთ წრეში ვზივართ, სადაც ვერ გავცდებით. აი, შეიძლება გავცდეთ, როცა თანამედროვე ბალეტები იდგმება, კი, მაგრამ კლასიკური გირჩევანი. გიცდია? მოდერნში ცეკვა, თანამედროვე ბალეტი. კი, ჩვენთან დაიდგა შარშან ფესტივალზე დაიდგა, ცოტა ზედმეტად განსხვავებული, იმიტომ რომ პირველად მომიწია სხვათა შორის საუბარი სცენაზე და პლუს ცეკვა. საინტერესოა, ხო? ექსპერიმენტები გიყვარს? კი, ძალიან. სხვადასხვა როლები მიყვარს, არ მიყვარს აი კონკრეტულად რომ რაღაცა კი მაქვს ჩემი საოცნებო როლებიც, რა თქმა უნდა, მაგრამ აი მიყვარს რომ ყველგან ვარ. გაგვიმხელ საოცნებო როლს? არ გითხრა თუ გინი არ გითხრა. დონ კიხოტში ჩელიტა მინდა რომ ვიცეკო თუ ოდესმე ჯერანზე ხელჩექნები ვთქვი და ამ შანსი ხო არის? ნუ ალბათ არის რაღაც შანსები შეიძლება იყოს. ვთვლი რომ თუ ადამიანი იშრომებს და იბრძოლებს ყველაფერი მიღწევადი. აი რეჟიმი გითხარი, მე კიდე ერთხელ ვიძახი, მე ხა ვიცი ასე თუ ისე თქვენი რეჟიმი და მე მინდა ახლა ბევრმა მოისმენოს, იმიტომ რომ როგორც ვიძახი, როცა მივდივარ სპექტაკლზე, ოპერაში და ძალიან ლამაზია, ძალიან ლამაზია. მაგრამ რაში რომ მოჭირდება, ეხლა მოდი ოდნავ გაგვანდე. აი რეჟიმი თქვენი როგორ ამდენი ხანი გჭირდებათ რეპეტიცია ძელთან და თუ მით უმეტეს წინასა სპექტაკლ ვამბები, აი რა რეჟიმით ცხოვრობს ბალერინა? თუ არ არის სპექტაკლი და ჯერჯერობით მიდის მზადება სპექტაკლისთვის, დილის 11-დან საღამოს 6 საათამდე არის ჩვენი სამუშაო დრო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვათ კონკრეტულად ერთ რაღაცას ვამზადებთ. 11-ზე ვიწყებთ ჩვეულებრივ კლასიკას, ვარჯიშს, რომელიც გრძელდება საათი და 15 წუთი. ეს კლასიკა თქვენთვის არის ჩვეულებრივი. მე უყურებ გონია რეზინის არის მაგროს ადამიანი. კი, ჩვეულებრივად ყოველდღიურად თუ არი ვარჯიშებ, ეს კლასიკის გარეშე არ არსებული რაღაცა რო იცეკო. შემდეგ უკვე ხდება სხვადასხვა რეპერტუარები და სხვადასხვა ცეკვების რეპეტიციები, რომელი რეპეტიციებიც ოქი შედგება საათნახევრიანი მოცულობით, ან 2 საათიანი, ან 3 საათიანი, ან 4 საათიანი, შეიძლება გადაცილდეს კიდევაც 6 საათს და აი ესე ვცხოვრობთ. ძალიან ნოვლელია თუ უშეჩეული ხარ? აი ეს არის სიამოვნება. ჩვენთვის სიამოვნება. ანუ სიამოვნებს ყოველი კი და როცა რაღაცა პატარა იცი რა სპექტაკლი მოდის და რაღაც კონკრეტული გინდა რომ იმ სპექტაკლში იცეკო და აი ამისთვის ყოველდღიურად შრომობ რომ დაანახო რომ თუნდაც რომ აი იცი რა მე შემიძლია რომ ვიცეკო კონკრეტულად ეს როლი და მე ამას მიიღებ ეს არის დამტკიცებაც ეს რომ აი მე მზადვარ შემიძლია კი რა თქმა უნდა უნდა იბრძოლო ამისთვის ესე უბრალოდ ჰაერზე და სინზე და აი გოგოების გამო არ იძლევიან ხო როლს ფიზიკურად არ იძლევიან ესეთ როლებს. ჩვეულებრივი ცხოვრებისთვის რჩება დრო? არა, მე არ მაქვს. შენი ცხოვრება არის თეატრი? სრულად? თეატრი და პროფესია? ხო, თეატრის მერე სახლია. სხვა ფიზიკურად დრო არ არის. მეგობრებთან? არა. რადგან ვცდილობ, რომ აი ერთი დასვენების დღე გვაქვს ორშაბათი და ვცდილობ ხოლმე რომ დავისვენო ყველანაირად, რომ აღვიდგინო ის ყველაფერი, რომ მე შემდეგ მთლიანად არ საყოლებენ მეგობრები ახლობლები. კი, როგორ არის ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგი ამის გამო. ესე იგი შენ ძალიან გიყვარს შენი პროფესია. ძალიან. და აი ფაქტობრივად თავსდები. კი, არის ხოლმე მომენტები, რომ ცოტა ვზარმაცობ ხოლმე რატომღაც. რას გულისხმობს ასე ზარმაცი?
ისე აღარ ვშრომობ ხოლმე. აი რაღაცნაირად შინაგანად რაღაცის მეუფლება ხოლმე, რომ აი ხანდახან თვითკრიტიკა მაქვს ძალიან ზედმეტად და თუ ზედმეტად და ძალიან გადავაჭარბე, უკვე მე შინაგანად ვეუბნები ჩემთავს, რომ იცი რა, აი რაღაცა შენ არ შეგიძლია, რაღაცა არ გამოგივა და ამ დროს ვუნდები? ამ დროს მოვდუნდები და მე რო ვხვდები, რომ ამით უკვე უკან და უკან მივდივარ, მე ისევ ხელა. ნუ კარგია რომ ბოლომდე არ ნებდები. არ ნებდები. თეატრში დიდი ხანია ხარ? არა, 2 წელია, მეორე სეზონი არის, რაც ჩვენს თეატრში ვარ. დამოყვა ხომ? კარგია. ძალიან. მეტი შენ სანამ გადაცემას დავგეგმავდით, რაღაც საუბრობდით მათ შორის ამ გადაცემაზე და მე რაღაც რამდენიმე მკითხვა დავამბობ და შენ ერთი ძალიან კარგი რამ მითხარი. ვცდილობ რომ იყო კარგი ადამიანი. ეს ალბათ ნებისმიერი ადამიანის ვინც იბადება, აი მილიარდობით ადამიანში და ვინც დაბადებულად დაიბადება, ეს არის ყოველს მოწოდება. ამისთვის ვშდებით ხო ალბათ. აი რას ნიშნავს შენთვის იყო კარგი ადამიანი? აი ძალიან კარგი მცდელობა, კარგი პასუხი იყო, მაგრამ ეს ძალიან ისეთი კრებსითია, გლობალურია. რას ნიშნავს შენთვის კარგი ადამიანობა და შენი მცდელობა? მესმის რა ყველაფერს არ გვეტყვი, ვერ გვეტყვი, რთულია, მაგრამ აი რამდენიმე დეტალს თუ გაგვიხსნა. და რა შეამადგენლობაა? ხო, აი მაგალითად, ჩვენ რო ახლა კენკრეს ჩავისვოთ, დაახლოებით რამდენი შიგნით რითი შედგა ეს ჩაი, ხო? აი შენთვის კარგი ადამიანისთვის რა არის საჭირო რათვისებები? აი არ ვიცი, სულიერად უნდა იყოს აი კარგი რა. აი როგორ აგიხსნათ, აი არ ვიცი, ჩემთვის ცოტა რთული კითხვა, მაგრამ ვცდილობ რომ თუნდაც მე ესეთი პროფესია მაქვს, რომ შეიძლება ვიღაცის შემშურდეს. ხო, თუნდაც კონკურენცია ძალიან დიდი, ვთქვათ, იმ წამს ვიმსახურებდი მე რომ მეცეკვა რაღაც და მაგრამ არ მაცეკვეს, ვთქვათ. და ცდილობ რომ ამაზე მაღალდადგე? არასდროს, აი არასდროს პირიქით მიხარია სხვისი წარმატებები. ვცდილობ რომ გამიხარდეს, ვცდილობ რომ არ ვიყო შურიანი, არ შემშურდეს არავისი. ვცდილობ ვინმეს რომ უჭირს, გვერდში დავუდგე, როცა რომ შეიძლება მეც რაღაც პატარა პრობლემები მქონდეს და სამწუხარო ამბავი ჩემ შემთხვევაში ის არის ხოლმე რომ მე რომ ამ ყველაფერს ვცდილობ სხვა ადამიანებისთვის ჩემამდე არ მოდის იგივე ანალოგიურად არ მიბრუნდება. ეს წინს? კი, გული მტკივა ხოლმე ცოტა. რამდენად მნიშვნელოვანია შენ პროფესიაში, აი შიგნით კულისებს რო ვეძახით, პირდაპირ დგაზე მნიშვნელობით ისეთი თვისებები, თუნდაც წარმატების, როცა არ გშურს, გიხარია სხვის წარმატება, მეგობრული ხარ. ესეც არის საჭირო იმისთვის, რომ კარიერას კარგად განვითარდეს? კი, რა თქმა უნდა, რადგან მხოლოდ შენ თავს უყურებ მაგ დროს, მხოლოდ შენი თავის კრიტიკაში ხარ და სარკეში რომ იყურები, არ ცდილობ იმას, რომ აი მე იმაზე მაგარი ვარ ან რაღაც. იძახი პირიქით, რომ არა, მე იმაზე მაგარი არ ვარ, ან თუნდაც ვარ, მაგრამ ეს უნდა დავამტკიცო მე თვითონ. საქმით. წმენა რა როლს თამაშობს შენ ცხოვრებაში და აი ამაში რა იმსახი შენ ჩამოთვალე, გენება პროფესიულად, გენება კარგი ადამიანობის ასპექტში. იცი რა არის წმენა რომ არ მქონოდა, მე დღეს ამ საქმეში არ ვიქნებოდი. ღმერთი იყო იმ პერიოდში ჩემს გვერდით, როცა ვიძახდი რომ მეცი რა მოდი ბალიც თავს დავანებებ, მაგრამ არა, ის შინაგანად რაღაც აი ძალას მაძლევდა, აი ეს სიყვარულიც ბალეტისადმი მგონია რომ ამ წმენისგან და ეს ფიქრები რა თუ ქონა ბალეტს თავი დაგენებებინა? სირთულეები იყო და შეიძლება ფიქრობდი რომ დაგამჭირდებაო? კი. აი აი პირდაპირ ვიტყვი, მონაცემი რა თქმა უნდა ყველაფრის მქონდა დღეს თეატრში არც ვიქნებოდი, მაგრამ იყო რაღაც გამონაკლისები, იყო რაღაც დანაკლისები ჩემ ფიზიკურ მდგომარეობაში, რასაც მუშაობა სჭირდებოდა რომ განვითარებულიყო და ეს მუშაობა იმდენად რთული იყო ყოველთვის, რომ ვიძახდი ხოლმე, მეუბნებოდნენ კიდევაც. რომ შენგან არ დადგება ბალერინა. კი. მეც მეუბნებოდა. ერთი ჩემი საყვარელი პედაგოგი ძალიან მეყვარს, გარდაცვლილია, ძალიან მეყვარდა და უთქვამს ჩემი ჯგუფელი, ამ ეს გამსახიობი არ დადგება. მე ძალიან მეყვარს ეს კაბინეტი. აი 13 წლის ასაკში მითხრეს სასწავლებელში ერთ-ერთმა პედაგოგმა მეც რომ ცარიელი მანეკენიაო, აი ვიზუალურად. არ იმოქმედა ფსიქოლოგიურად შენზე ამან, ანუ ხოლმე დაფიქრებინა რომ რაღაცა შეიძლება გავანებო თავი. კი, რა თქმა უნდა. როგორ უნდა მოზომ აი სიტყვები. მაგრამ აი მანდაც ბაბუა ჩემიც ძალიან აი უმაგრესი ადამიანი იყო მართლა. აი მან მითხრა რა ეს სიტყვები რა, რომ მე შეხომ გეუბნებოდი. ბრძოლა.
მაშინ გამოდი. თუ არ გვაქვს ამის დაანებითავი. მაგრამ ისე მიყვარდა რომ აი ამ სიტყვებს რო ვიგებდი ხოლმე, ეგრე. რა შეთქვი რომ აი რო არა ღმერთი, რო არ არის წმენა მე არ ვიქნებოდი უცნობ ღმერთისგან. რას ფიქრობ? შენ ამ დროს რითი უნდა ყოფილიყო ღმერთს? აი ჩვენ ღმერთს სანაცვლო შეიძლება ცუდი სიტყვა, ვერავის ვერ გავაკეთებთ იმდეს, რასაც ღმერთი აკეთებს ჩვენთვის, მაგრამ აი მე რო შენ ან რაღაც კარგს გამეკეთეს, მე ხომ მინდა რაღაც შენ გადაგიხადო რაღაცით. აი ღმერთს რითი უნდა გადაუხადოთ ხოლმე, როცა ჩვენ გძნობთ რომ ის უანგაროთ სიყვარულით, აგერ გვერდში გვიდგავს. აი შენ ცხოვრებაში რას ფიქრობ, აი ეს რითი უნდა ისახოს და საერთოდ თუ გაქვს ცდილობები დაუშვათ რაღაც ეკლესიურობის, აი თუ გიმარხულია რაღაც ახსარება მოწვავის დეტალები თუ ყოფილა. ჩვენი კარგი ქცევით ისევ და ისევ ღმერთს ვერ გადა როგორც დედას ვერ გადაუხდი. ვერასდროს იმას რომ ამ ქვეყანაზე მოგავლინა ის ყოველთვის ვალი იქნება არა რაღაც ცოტაც შეიძლება ვიძახი ვალი არა უბრალოდ უნდა ვეცადოთ რომ ვიყოთ ადამიანებს ვედგეთ ერთმანეთის გვერდში ვიდგეთ და რა ვიცი ვაკეთოთ რაღაცა ყოველთვის ვეცადოთ რომ ვაკეთოთ სიკეთე და კიდევ ერთხელ გითხრათ თუ ყოფილა მცდელობები შენ ცხოვრებაში რომ დავუშვათ აი მიმარხულია ეკლესიური რაღაცა ეკლესიური წესების ინტერესი გონია მოძღვარი თუ ყოლია ეგ დეტალები თუ ყოფილა დიახ კი როგორ არა მყავს მოძღვარი მამა გაბრიელი სამების საკათედრო ტაძარში მოღვაწეობს ჩემი მეგობარი ის ეტაპები რაც უნდა გავიარო სანამ მარხვამდე მივალ და სანამ ვიმარხულებ იცით რა არის არ მინდა რომ ეს ყველაფერი იმიტომ გავაკეთო რომ მინდა რომ სულიერადაც ამისთვის მსად ვიყო გააზრებულად მინდა რომ გავაკეთო და ჯერ ამისთვის მსად არ ვარ მაგრამ შენაგანად ეს სულ არის კი სულ არის და სულ მინდა ეთიკა ამ ეტაპზე მე ცოტა ხანში გაგიშვებ გეჩქარება ახლა თუ არის სამზადისი კონკრეტული სპექტაკლისთვის და თუ უბრალოდ ჩვეულებრივი დღის წესრიგის და დღის რეჟიმის რეპეტიციიდან მოხვდი და მიდიხარ არა ოტელოსთვის ვამზადებით ხო მე გუშინ ვითამაში ოტელოში მე კიდე დღეს შენ სპექტაკლზე მოვდივარ ხო დღეს ოტელო არ მაქვს მაგრამ მე მოვალ შენს ოტელოზე კი ნუ ძალიან კარგი ოტელოზე ვამზადებ ოტელოსთვის ვამზადებით კი წარმატებები ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და წარმატებებს გისურვებ და მოვალ შეხვედრამდე სცენებზე თეატრში მადლობა დიდი უყვები ჩემს სიახლეებზე, გეგმებზე და ძალიან ბევრჯერ ხოლმე, ანუ მეუნებიან რომ აი მოდი ესე ხوارჯობია პირიქით რჩევას ვფიქრებო.